მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ზიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია ბლოგერი გურამ შეროზია. როგორ ახალ გურამ? კარგად, თავად. აი ფრაზით მინდა დავიწყო ეზრა პაუნდის თუ ეთანხმები. მონა ისა, ვინც განმათავისუფლებელს ელოდება. იცი რა დავეთანხმები? სავარაუდოდ, იმიტომ რომ როდესაც გინდა თავისუფლება, მას ყოველთვის მიაღწევ, თავი არ ელოდო და შენით გადადგა რაღაც კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. ასე რომ მოდი დავეთანხმოთ. ჩვენ რატო ველოდებით სულ განმათავისუფლებლებს და კარგად ვინ ჩვენ? ქართველები. ვიცი რა, რატომ ველოდებით არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვიმსჯელო შედეგზე, რომ ველოდებით ზუსტად ამიტომ ვართ არც ისე სახარბიელო დღეში. ვინც არ ველოდებით, ისინი კარგად გრძნობ თავს. კარგად გრძნობ შენ თავს? ზოგადად საკმაოდ კარგად გრძნობ თავს. ნუ რა თქმა უნდა, იმ რაღაცა თავისი მინუსებით და შავი ლაქებითაც, რომელიც უფრო მეტად ამრავალფეროვნებს და ამიტომ ამით უფრო კარგად გრძნობ თავს, ვიდრე იდეალისტურ გარემოში ვიგრძნობდი. აი ყველაზე შავი ლაქა რომელი გონია დღეს? ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება იყოს. შავი ლაქა მგონია ის, რომ მაგალითად ადამიანები ძალიან ესეთი მოწადინებულები ვართ, რომ ჩავქოლოთ სხვა ადამიანები, გაცილებით კარგად ვიღებთ და მსჯელობთ, საუბრობთ, გამოთქვამთ ჩემ პოზიციას ნეგატიურ აქტივობებზე, იმისა ნაცვლად, რომ თქვათ, მხარი დავიჭიროთ ხალხს პოზიტიურ გარკვეულწილ რაღაც ნაბიჯებში, რომელიც მათ გადადგეს. ამიტომ მგონია შავი ლაქა ის, რომ ძალიან დიდ დროს კარგავთ სხვების განხილვაზე, სხვების კრიტიკაზე. კრიტიკა კარგია ზოგადად, ლანძღვა გინებას გულისხმობ ამ შემთხვევაში და თუ ამ დროს მოვახმარდით ჩვენს თვით განვითარებას, გაცილებით უფრო კარგად იქნებოდით. რატო ლანძღავენ ადამიანები, სხვა ადამიანები? მოდი ჩემი მუშს მოვიყვან, მე რატომ გონია რომ მე მლანძღავენ. შეიძლება ეს იყოს ჩემი მხრიდან ის, რომ თქვათ, ვამართლებ იმას, რომ ვამბობ რომ არ ვარ სალანძღავი და ცილს მწამებენ. ალბათ იმიტომ რომ როდესაც ვიღაც აღწევს იმას, რისი მიღწევის პოტენციალი შენ ქონდა, მაგრამ გავუშვი ხელიდან, გარკვეულწილად არის დემოტივაცია, გარკვეულწილად იქნება აგრესია და ცდილობ რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი იქნება ცუდ დღეში, შენს პარალელურად მით უფრო ნუგეში გამოდის ეს შენთვის. ალბათ არ ვიცი, ფსიქოლოგიურ ჭრილში არ ჩავრმოვები ვარ და არ შემისწავლია სათითაოდ მლანძღველი ადამიანები, მაგრამ ზოგადი ფონი ჩემი აზრით ესეთია. ეს სახელმწიფო თუ უნდა უხდიდეს რაღაც ინსტიტუტებს, ორგანიზაციებს, კონცერტებში თუ უნდა იხდიდეს ზოგადად ფულს. კონცერტებში ფულს უნდა იხდიდეს, კი. მე მივესალმები იმას, რომ მოხდეს ახალისება, იმით რომ ადამიანებმა ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ კონკრეტული კონცერტები და თუ რაღაც ის მას უნდა გვინდა ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბიდან გავიდეს, ამ შემთხვევაში ჩვენი პირადი ბიუჯეტიდან, ისევ და ისევ ჩვენი ბიუჯეტიდან გადის. მე არ მინდა ვთქვათ აეროსმითს მოусმინო. რატომ უნდა გადავიხადო ჩემი გადასახადიდან? ხო, მაგას გულისხმობ, ანუ გულისხმობ არა იმ ბიუჯეტს, რომელიც ვთქვათ, მე ჩემი საშემოსავლო და ქონების გადასახადით მიდის ბიუჯეტში და შემოვლით გზით ირიბად ხმარდება კონცერტს, არამედ ჩემი პირადი ბიუჯეტიდან, ვთქვათ, გურამ შეროზიამ გადაიხადა 200 ლარი ბილეთში, დავით კოვზირიძემ გადაიხადა მეორე 200 ლარი, ან ჩემი მიერ გადახდილი, მსურველთა მიერ გადახდილი თანხით არის ასურველი, რომ შედგეს და დაფინანსდეს კონცერტი, ვიდრე ვთქვათ, ის ხალხი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებთ არანაირი კონცერტი, ვაიძულოთ, რომ შემოვლითი გზით ბიუჯეტის განვითარება ანუ არ ემხრობი, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს რაღაც ორგანიზაციები, ღონისძიებები და ასე შემდეგ. ბიუჯეტიდან ფიქრობ აი რა უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან აუცილებლად. ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს ჩვენი თავდაცვა და გაცილებით მეტი, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში თავდაცვაზე მეტად უსაფრთხოება, მოდი ესე დავარქმევ და ყველანაირ კონტექსტში განვიხილოთ, უნდა ფინანსდებოდეს ჩვენი განათლება და არა მხოლოდ ფინანსდებოდეს ბრმა და არამედ უნდა იყოს მოტივაცია იმის, რომ ხალხმა ისწავლონ, მაგალითად დღეის მდგომარეობით შენი სახელმწიფო გრანტი, რომელსაც შენ იღებ პირველ კურსზე, მიყვება მთელი 4 წელი. როდესაც ვიღაცა ვინც ფასიანზე მოხვდა, შეიძლება მეორე წლიდან გაიხსნა გონება გადაწყვეტა, რომ კარგად ისწავლოს, მაგრამ მას უკვე აღარ აქვს შანსი თუ თავიდან არ გავა გამოცდებზე ამის მოპოვების. იყოს მოტივაცია, იყოს ახალისება, გვაჩვენონ რა კარგია განათლება და უფრო მეტი განათლებული ადამიანი იქნება, ვთქვათ, ჯანდაცვა უნდა ფინანსდებოდეს და გართობას რაც შეეხება, შეიძლება ახალისების კუთხით რაღაც მცირედი თანხა ჩადონ, პირობითად 20% და დანარჩენი მოგვაწოდონ ინფორმაცია, როგორ შეიძლება რომ ჩვენ თქვა სამოქალაქო საზოგადოება გავერთიანდეთ და ჩამოიყვანოთ ჩვენით აეროსმითი თუ არა, ვინმე უფრო იაფიანი მაინც. საპატრიარქოს თუ უნდა უხდიდეთ ჩვენ ფულს? საპატრიარქოს გარკვეულწილად ალბათ უნდა უხდიდეთ, ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, არ უნდა უხდიდეთ არაფერს იმ საპატრიარქოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს, მაგრამ ზოგადად იმისთვის, რომ იცი რა არის
როგორც არ უნდა იყოს ჩემი რელიგიური წამსი, თქვათ, მე ვიქნები ისლამის მიმდევარი, მე ვიქნები ათეისტი თუ ასე შემდეგ, მე პატივს ვცემ სხვა ადამიანების რწმენას. და გამომდინარე იქიდან, რომ პროცენტულად მე არ ვიცი ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ პროცენტულად ბევრი ადამიანია, ვისაც წამს, ვისაც ყველაფერი მნიშვნელოვანია იგივე სულიერი სიმშვიდისთვის. ნუ არის ხალხი, რომელზეც პირიქით მოქმედებს აგრესიაში და ცემატყეპისკენ უბიძგებს. მე მჯერა რომ რელიგია არ უბიძგებს და თვითონ თავისი განმანათლებლობა უბიძგებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა ფინანსდებოდეს იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც რელიგიის მიზანი რა არის არწმუნოების ზოგადად ხო რომ მოთოკო რაღაც დოზით ხალხი გაუჩინო იმედი რომ სიკვდილის შემდეგ რაღაც მატლები არ დაესევიან და სადღაც იმ ქვეყნად განაგრძობენ ცხოვრებას და ასე შემდეგ ანუ საზოგადოებრივ სიმშვიდისთვის გარკვეულწილად უნდა ფინანსდებოდეს ოღონდ არა ისე როგორც ახლა ფინანსდება და არ ვემხრობი იმ ძალაუფლებაზე გავლენას რომელიც ახლა აქვთ საპატრიარქოს და საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დავაფინანსო? საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩემი მიმდინარე ერთ-ერთი სამსახური, სადაც გადაცემის წამყვანი, შესაბამისად, მგონია რომ ობიექტური ვერ ვიქნები, ამიტომ მირჩევნია რომ გამოვტოვოთ ეს შეკითხვა. ბატონო. ლექციებს რა თემებზე კითხულობ ძირითადად? ლექციებს კითხულობ კომუნიკაციებზე, მარკეტინგზე და გაყიდვებზე, თუმცა არის რაღაცა ისეთი სხვა related თემები, რომელიც პარალელურად შეიძლება დავამუშავო კონკრეტული ლექციებისთვის. ეს სხეულის ენაზეც კითხულობ, ხო? სხეულის ენაზე ლექციებს არ ვკითხულობ. სხეულის ენაზე უბრალოდ რამდენიმე მცირე ჩანართი მქონია კონკრეტული ლექციების ფარგლებში. იცი ეს სხეულის ენა, ეკვევი? იცი რა, სხეულის ენა პროფესიული კუთხით და ესე ვთქვა, ჩემი განათლების თუ პრაქტიკული გამოცდილების კუთხით არ ვიცი. არის რაღაც საინტერესების სფეროები, რომელსაც მე თვითონ ვეცნობი, არის რაღაცები, რასაც პრაქტიკულად ამუღამებ, ესე ვთქვა, როცა შენ ხელში გაუვლია გასაუბრების დროს რამდენიმე ასეულ ადამიანს შენ თვითონ ყოფილხარ უამრავ გასაუბრებაზე და ძალიან ბევრია თქვა ჩემს გარშემო კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამით რაღაცების დამუღამება შეგიძლია. ან თუ რამე ინტერესებს მითხარი. სხეულის ენა რაზე მეტყველებს ქართლის დედის? ქართლის დედის სხეულის ენა მეტყველებს ამ შემთხვევაში რაღაც ერთგვარ საბრძოლო განწყობაზე და იმის ხაზგასმაზე, რომ ეს არის ქალი, რომელიც შეიძლება იყოს იმავდროულად, ამავდროულად მებრძოლიც და ასევე ქალი, რომელიც თქვა ტრადიციული ქართული გაგებით, რომელ გაგებასაც მე არ ვემხრობი, იყოს თქვა ოჯახის ბურჯი. და რა ქვია და რა გვარია ქართლის დედას? ქართლის დედას რა ქვია? ვერ გეტყვით, ალბათ ახლა პირველი რაც მომაფიქრდებოდა, სავარაუდოდ მარიამი, ოღონდ არ ვიცი რატო, ესე თქვა ასოციაციურად გამიჩნდა იდეა, რომ შევხედე სახეზე და ალბათ არის მარიამი. გვარზე წარმოდგენა არ მაქვს, უბრალოდ მგონია რომ მეგრელი არ არის და წარმოშობით არის სადღაც თქვათ შიდა ქართლიდან ქვემო ქართლიდან. და რას დააჭერენებდი? რას დავაჭერნებდი ამაზე მაქვს მე ჩემი კონკრეტული მოსაზრება, უბრალოდ არ ვიცი ახლა რამდენად ადეკვატური ვიქნები ამის ხაზგასმით. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ქართლის დედას არ ყავს ქართლის მამა, ანუ არ ყავს მამაკაცი გვერდით არის ქალი, რომელიც არის მარტო, თუმცა ის იმსახურებს იმას, რომ იყოს ბედნიერი და მიიღოს გარკვეული სიამოვნება ცხოვრებისგან, და მესეც წყაროს, რომელიც მას მიენჭებდა სიამოვნებას, ნუ არ დავკონკრეტებ. არ დააკონკრეტებ? რამე გასართობ სათამაშოს, რომლითაც ის პარალელურ რეჟიმში, ოღონდ დაუტოვებდი, რაც უჭირავს და ერთ-ერთ ხელში პარალელურად ხანჯალთან ერთად, ხმალთან ერთად დავაჭერინებდი, დამატებით რაიმე საინტერესო სათამაშოს. ბატონო. ყველაზე ცუდი ქართული ნაწარმოები რომელია? ყველაზე ცუდი ქართული ნაწარმოები გააჩნია რა ჭრილში განვიხილავთ, იმიტომ რომ მე როდესაც რაღაცის კითხვას ვწყვეტ, ყოველთვის ვიკვლევ რაღაც რეკომენდაციებით, რამდენად ბესტსელერია, რამდენად ასე შემდეგ. და თუ განვიხილავ ქართულზე, არა, უფრო შემიძლია ვთქვათ საზღვარგარეთულ ნაწარმოებებზე ვისაუბრო. მაგალითად, ერთადერთი წიგნი, რომლის წაკითხვაც მე შევწყვიტე შუა გზაში და აღარც მინანია დღემდე, ეს იყო პარმის ავანეს სტენდალის. მანამდე მქონდა წითელი და შავი წაკითხული და მეტნაკლებად რაღაცა კარგი წარმოადგენა მქონდა სტენდალზე და აი რაღაცა ვიბუქსავე მამიდის მიერ რაღაც ფაბრიციო დელ დონგოს შეყვარებაზე და მე უკვე ვეღარ განვაგრძე, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს კარგავდი. ასევე იმედი გამიცრუა მკვდარი სახლის ჩანაწერებმა დოსტოევსკის, ამი ჩემი საყვარელი მწერალია ერთ-ერთი და ძალიან მიყვარს და ბევრი კარგი რაღაც მქონდა წაკითხული. მკვდარი სახლის ჩანაწერები წავიკითხე ბოლომდე, იმიტომ რომ აი იქნებ ბოლოში იდოს რაღაც კვანძი, რომელიც რაღაცას მომცემს, მაგრამ უფრო დოკუმენტურ სტილში იყო, რაც ჩემ ინტერესის სფეროს ტრადიციებიდან რომელს გამოვარჩევდი, რომელი არ მოგწონს? ნეგატიურს რატომ მეკითხები, რა მომწონს ეს მკითხე? ტრადიციებიდან მოდი მაშინ მომწონს დავიწყებ და მე წავალ ნეგატიურზე.
პრინციპში ერთი და იგივე ტრადიცია შეიძლება კონდეს რაღაც ორი მხარე მედლის ეგრეთ წოდებული. მაგალითად, მომწონს სადღეგრძელოების ტრადიცია და თან საშინლად არ მომწონს. მომწონს ასე ჩამოდის ჩემი უცხოელი სტუმარი და მე რაღაც ესეთ დაალაგებულ და საინტერესო რეჟიმში ვაწვდი ინფორმაციას უყვები სადღეგრძელოს მათაც ვასაუბრებს, ვალაპარაკებს სადღეგრძელოებს. არ მომწონს, როცა თქვა თამადის მიერ იძულების წესი ხდება სუფრაზე და შენ ხარ უბრალოდ ისეთ მსმენელის როლში, ამ დროს ყოველთვის ვატრიელებ მანქანის გასაღებს, ან ვიმიზეზებ რაღაც წამლებს სვამთა. არ შემიძლია დავლევა და პრინციპულად ტყდები სუფრიდან. ანუ ეს მიდგომა არ მომწონს. აი რომელია ყველაზე უცნაური ტრადიციაზე გიждები კიდევ. უცნაური სადღეგრძელო რა გახსენდება, რაც მოგისმენია. უცნაური არ მომისმენია პრინციპში რაღაცა ისეთი რომ არ გამეგო. არ მომწონს როცა ძალიან ბევრი რელიგიური სადღეგრძელოა, იმიტომ რომ სუფრაზე განსაკუთრებით როცა ინტერნაციონალურია, მაინც და მაინც ჩვენზე არ უნდა პოზიციონირდეთ და ისაც ჩვენ მოგწონს ან უნდა ვიფიქროთ სხვის კომფორტზეც. და მაღიზიანებს სადღეგრძელოდ ტკბილი მოგონებები. მიუხედავად იმისა, რომ გიждები და ჩემი ცხოვრება ძალიან ბევრი ისეთი ტკბილი მოგონებისგან შედგება, მაღიზიანებს, იმიტომ რომ ყოველთვის არის ხოლმე სუფრაზე გამოხდება ვიღაც ყველაზე არაკრეატიული ტიპი, რომ აი ახლა მე მინდა რომ დავლიო სადღეგრძელო და მათთვის ეს ყველაზე მარტივი გადასვლა არის ტკბილი მოგონებები. აი შემოძულეს, თორე ზოგადად თვითონ შინაარსობრივად მიყვარს. მსახიობებიდან ვინ არ მოგწონს ქართველი? კიდევ ვინ არ მოგწონს? მსახიობებიდან არის რამდენიმე მსახიობი, რომელიც არ მომწონს, მაგრამ მოვირდებოდი დასახელებას, იმიტომ რომ რაღაც ცოტა არაეთიკური მგონია, რომ თქვათ ესე საჯაროდ ლანძღვა ადამიანები. რატო ეს ლანძღვა შენას გამოთქვამ, რომ არ მოგწონს? იცი რა, მაშინ უნდა დავასაბუთო, უნდა თქვა რა მინუსები აქვს და თუ ადამიანის გამოსწორებას ისახავს ჩემი კრიტიკა მიზნად, მირჩევნია თქვათ რაღაც დოზით პირადად უთხრა და უკონკრეტო ასე შემდეგ. შესაბამისად, ესე ცალსახად ვერ ვიტყვი, ვინ არ მომწონს, თუმცა არის რამდენიმე მსახიობი, რომელიც არ მომწონს, ნუ მინიშნებას გეტყვი, არ მომწონს მსახიობები, რომელიც თავის თავს თამაშობენ და მკვეთრად რადიკალური პოზიციები, თავისი არსებული ყოფითი ყოველდღიურობიდან განსხვავებული არ უცდიათ. ქართულ ქალებს რას ერჩი? ხშირად არ ერჩი, მაბრალები. გახსოვს რამე შემთხვევა კონკრეტულად? გრუზინი ქალები თუ რაღაც. გრუზინი კაცებიც ქონდა მე, ანუ თუ რამეს წერ ქალებზე, პარალელურად გვერდით მოსდევს კაცებიც. მაგალითად იყო ფიტნესში, როგორ იქცევიან ქართველი ქალები და ორჯერ უფრო დიდი პოსტი მოსდევდა, შემდგომ როგორ იქცევია კაცები. უბრალოდ რამდენადაც არის მოწყვლადი ჯგუფი, რამდენადაც მათი უფლებების დათმობა ასეთმა გაცილებით დიდი დრო უფრო ჩანს, თორე უფრო მეტად კაცების კრიტიკა როცა კონკრეტულ რაღაც იუმორისტულ ჟანრს ემსახურება, ნუ ამაზე მსჯელო. ქალებში რა არ მომწონს ქართულ ქალებში? ვერ ვიტყვი ხალხსახად, უფრო განსაცდელებით მეტი კარგი აქვს, მაგალითად ქართველი ბიჭები რო გიждდებიან სლავ ქალებზე, მეოთხე ქართველი გაცილებით ეშხიანია, ის რაღაცა პროცესი იდუმალების, როცა არიცი, რამდენად სწორი გზით მიდიხარ, გამოვა ის თუ არა, რასაც ელოდი, გაცილებით საინტერესოა, ვიდრე თქვა one night stand-ი, გაიცანი და ლეორი ჭიქა და წახვედით და გააკეთეთ რაც გინდოდათ ის. შესაბამისად, ბევრი რაღაც მომწონს ქართველი ქალების არ მომწონს, თქვათ, თუ გამოყოფთ ესე მკვეთრად, აი მაგალითად დემაგოგი ფემინისტები. ვის გულისხმობ დემაგოგი ფემინისტები? ვინც top of mind-ში ახლა გაგვახსენდა მეც და შენც. ანუ რატო არ მოგწონს? იცი რა არის, ზოგადად ფემინიზმი ჩემი შეხედულებით ქადაგებს თანასწორობას, თანასწორ უფლებებს და გარემო შექმნას, სადაც კაცებიც და ქალებიც ვიცხოვროთ ბედნიერად, ერთად თუ არა მინიმუმ გვერდიგვერდ მეგობრების ამპლუაში მაინც. და ის ფემინისტები, რომელიც თქვათ ქადაგებენ და მოძღვრევენ იმაზე, რომ თქვათ, არის ადამიანები პასიური და აქტიური, ხო? ანუ ვიღაცას მაგალითად მე მაქვს ლიდერის მოთხოვნილება და მე ობიექტი ვერასდროს ვერ ვიქნები და ვიღაც თქვათ ხალი შეიძლება არსებობდეს, რომელსაც ურჩევნია, რომ მიანდოს ყველა გადაწყვეტილება კაცს, თვითონ დაждდეს სახლში, ლანგრით მივართვა ყველაფერი და იყოს ამით ბედნიერი. და იყოს ფემინისტი, გამოდის ფემინისტი და გეუბნება, რომ შენ ხარ იდიოტი, შენ უნდა გახვიდე და იმუშავე, ეს არის ქალის არჩევანი. თუ ის არ იჩაგრება და უბრალოდ ეს მშვიდად ზგრძნობს თავს, ანუ საშინაო საქმეებიც ასევე თქვათ რაღაც საქმეა, რომელსაც აკეთებ, უბრალოდ პირდაპირ გაგებით არ გინაზღაურდება. ასევე თქვათ იგივე ჩემი ფუჩუ, ჩემი უფლება, გამოსვლები და ასე შემდეგ. გონია რომ ცოტათი უფრო, ნუ მესმის რომ ვიღაცისთვის შეიძლება ეს არის შოკური თერაპია და ადამიანისთვის რაღაც ესე თქვა სახეში მიხლა რაღაცის, მაგრამ მე მგონია რომ შოკური თერაპიით ამ მიმართულებით ფონს ვერ გავალ და ცოტათი უფრო გავამზაფრებ დამოკიდებულებას და ხალხის თქვათ ნეგატიურ განწყობას ამ კუთხით. რა განსხვავება მთავარი ქართველ ქალებს და სხვა ეროვნების ქალებს შორის?
მინდა გითხრა რომ ბევრი ადამიანი შევხვედრი ვარ სხვადასხვა ქვეყანაში და ძირითადი განსხვავება ქართველი ქალების ვერ ვიტყვი პრინციპში ძალიან დიდად განსხვავდებიან ევროპელი ქალებისგან. ანუ ძირითადად ეს არის იმ ადამიანების სტერეოტიპი, ვისაც არასდროს არ გადაუკვეთა საზღვარი და ამბობენ რომ ქართველი ქალები არიან კომპლექსიანები, ევროპაში ყველა რაღაც ესეთი ხელგაშლილი და open minded გახსნილი გონების არის. მე არ ვთანხმები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი გოგო შემხვედრია, რომელიც ესე გამთამაშები, ანუ არ უთქვამს რომ იყო ქართველი და არც შემქმნია წარმოდგენდა, არც მიფიქრა რომ იქნებოდა ქართველი. შესაბამისად, არც იერით, არც მენტალობით და არც კონკრეტული შეხედულებებით, კარგიც, ცუდიც, გიჟიც და გახსნილი გონების ადამიანს ყავს ორივეს. ქართველების ხო იმიჭირს გამოყოფა რაღაც კონკრეტული განსხვავების, მაგრამ უფრო უპირატესობით. როგორ? ისი გემო აქვს ქართულ ქალს? ქართულ ქალს ანუ მე ყოველთვის მაქვს იმის განცდა რომ აქვს ვანილის გემო. ისევე როგორც ლათინო ამერიკელს, მანამ სანამ პირველად დავაკარებდი პირს. შავკანიან, ფერადკანიან ქალს მქონდა ყოველთვის იმის განცდა რომ მქონდა რაღაც დოზით ისეთი შოკოლადის არომატი. ფერადკანიან ქალს ისი გემო აქვს? შოკოლადის. ნუ წარმოსახვით სანამ მივახოდები შოკოლადის ნიმერი სტანდარტული. აი კოსმოსში რომ მოგიწიოს წასვლა ხვალ. რას წაიღებდი? სამ ნივთს. წავიღებდი ტელეფონს, რომ ჩართული ყოფილიყავი ინტერნეტში, იმიტომ რომ კოსმოსში მექნებოდა ძალიან მაგარი და საინტერესო გამოცდილება და გაუზიარებდი ხალხს, ან მივცემდი мотивაციას, რომ გაფრენილიყვნენ, ან მეტყოდი რომ ხალხო დაივიწყე და მეც შევცდი. მეორეს წავიღებდი ალბათ რაიმე ესეთ გასართობ, მრავალფუნქციურ, სავარჯიშო მოწყობილობას, იმისთვის რომ მაინც არაფერს არ ვაკეთებ კოსმოსში და დიდ დროს გამოვიყენებ იმისთვის, რომ რაღაც დოზით ვივარჯიშო და განვავითარო სხეულը, წავიღებდი ერთ რამე ძალიან დიდ სქელტანიან წიგნს, რომელ წიგნს კონკრეტულად არ ვიცი. სამყარო როგორ შეიქმნა, შენ როგორ გონია? სამყარო როგორ შეიქმნა? კაცმა არის ეს როგორ არ შეიქმნა, ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგალითად ის რომ ერთი დაჯდა ერთხელ და გადაწყვიტა რომ მოდი ესე გავაკეთოთ და შექმნა ქალი, შექმნა კაცი და ასე შემდეგ. მსგავსი წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ იყო რაღაც ესე თქვა ზებუნებრივი მოვლენა და დაახლოებით ესე წარმომიდგენია ღმერთი, ანუ სადღაც ანუ დეისტსა და აგნოსტიკას შორის ვარ, იმიტომ რომ ანუ რაღაც ფორმით მგონია რომ არ უნდა დავიჯერო ის რისი ფაქტებიც არ არსებობს და მეორეს მხრივ მგონია რომ შეიძლება რაღაც არსებობს ზებუნებრივი, თუმცა ის ზებუნებრივი არ ერევა ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებში. შესაბამისად რაღაც ზებუნებრივი მოვლენების შედეგად უხსოვარ დროში შეიქმნა სამყარო, ან ყოველთვის არსებობდა, არ ვიცი, ვერც ვიტყვი რომ რაღაც ოდესღაც შეიქმნა, ყოველთვის აქვს დასაწყისი პრინციპში, მაგრამ მაინც და მოვდივარ დღემდე ესე და ძალიან მაინტერესებს როგორ შეიქმნაზე მეტად როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება ამ ცხოვრების შემდეგ. და საზღვარი აქვს სამყაროს? საზღვარი ალბათ არ აქვს, იმიტომ რომ იმ მიმართულებებით და იმ რაღაც ჩვენი შეხედულებებით, რომ თქვათ ვითარდებით, უფრო კარგად რაღაცებს, ამუღამებ ჭყალებში, ვსწავლობთ როგორ ვიცხოვროთ, უფრო კარგად დავაკეთებთ აღმოჩენებს. მგონია რომ იმ ჰორიზონტზე რა ჰორიზონტს ახლა მევხედავ, საზღვარი არ აქვს, მაგრამ იმის იქითაც ყოველთვის შეიძლება არსებობდეს რაღაც კონკრეტული. დედამიწა რო გაქრეს, ღმერთიც გაქრება? დედამიწა რო გაქრეს, ღმერთი იმ ლოგიკით რა ლოგიკითაც მიდის მსჯელობა არ უნდა გაქრეს, იმიტომ რომ ის დედამიწას და სხვა პლანეტების, ანუ ლოგიკურად არ უნდა გაქრეს იმ შემთხვევაში თუ ის არსებობს. და თუ ის ისეთია, როგორიცაც გვიხატავენ. ის ყოველ შემძლია. ყველაზე უცნაურ ადგილას სად გქონია სექსი? ყველაზე უცნაურ ადგილას მქონია სექსი წყალში, მაიამიში, როდესაც ძალიან ღრმა დრო შედიხარ, როდესაც წყალი ძალიან დაბლა, როგორ გითხრა, ძალიან მალე არ იკლებს და გადიხარ ძალიან ღრმად და შენგან ნაპირი მოჩანს ისე რომ ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ხედავ, ეს აზელილი წერტილოვანი მასაა მთელი სანაპირო. მაგრამ მეორე მხრივ როცა ნაპირიდან წყალში იყურები და იქ რაღაც დიდი სივრცეა, თურმე ყველაფერს ხედავ. და მეგონა რომ არაფერი არ ჩანდა და ვერაფერს ვერ ხედავდა და თურმე აღმოჩნდა რომ ძალიან ისეთი public sex მქონდა და ძალიან შემწყვა მაგ დროს. შეგწვა? შემწყვა, იმიტომ რომ ესწრებოდა ადამიანები, რომლებიც არ მინდოდა რომ ესწრებოდნენ. კი ბატონო. მეძავთან ბევრჯერ ხარ ნამყოფი? მეძავთან ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველი როცა პირველ ჯერზე ვიყავი და რა თქმა უნდა, ყოველთვის მიკვირს ხოლმე ხალხის, რომელიც ესე შეურაცხყოფელი და შეურაცხყოფილი უბრალოდ სახით გამოდიან და მე არასდროს და მაგას როგორ ვიკადრებდი, კადრების ამბავი არ არის. საწყის ეტაპზე ასაკის არანაირი ნუველოდეს იყავს რაღაც პერიოდი, შემდეგ არ მოვიდა და ვიყო დრო, სადღაც დაახლოებით 17 წლის ვიყავი პრინციპში. ესეთი რაღაც 12 და 10 წლიდან რო სექსი აქვს იმ ბიჭებისგან განსხვავებით, ესე პირდაპირ ვაღიარებ რა ვამბობ, იმიტომ რომ არ თვლი რომ ამაში რამე ესეთია. მინუსია, ვიყავი 17 წლის
არ მიყვარს, ოდესაც სადღაც შედიხარ იმისთვის, რომ გქონდეს სექსუალური აქტი და გარეთ მთელი 20 კაცი გელოდება, რომ ტაში დაგიკრას გურამ რაკენი. შესაბამისად გავიპარე მარტო მახსოვს ზუსტად. ეხლა ძალიან ცუდად მახსოვს, იმიტომ ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა ზისხს იწვევს, იმიტომ რომ ეს მოხდა რაღაც ქუჩაში, negotiation-ის პროცესი იყო ქუჩაში, მე წავედი ცალ საშინელ ადგილას და რო გითხრა ძალიან ბედნიერი და სიამოვნები დარჩი მოგატყუებ. იმის მერე დაახლოებით 5-6 თვე რაღაცებს ვაყალიბებდი, იმდენად ცუდი ექსპერიენსი იყო. სექსის დროს თუ მოხსნია ამ სასაცილო ისტორია თუ შეგთხოვია? არ მახსენდება, არა, სასაცილო ისტორია ალბათ არ შემთხვევია. და ზოგადად გმობ სიცილ სექსის დროს. აი შენი გემოვნებით რომ შეგეძლოს ქალის შექმნა, ვისი უმორი ექნებოდა? ვისი უმორი ექნებოდა? მე ხა პირველად გამახსენდა ალბათ კეთი დევდარიანის, იმიტომ რომ მისი იუმორისტული ესე თქვა. გამოვლინებებს ძალიან შეატოწყდებდა ძალიან მომწონს. ტანი? ქართველი უნდა იყოს მაინც და მაინც. ტანი ექნებოდა კამერონ დიასის. და სექსუალურობა? სექსუალურობა მიჭირს ესე გამოკვეთა, იმიტომ რომ საქართველოში ვერ ვიხსენებ ხოლმე, მაგალითად ეხა სექსუალური ქალი რომ მკითხო, შეიძლება დავასახელო პრინციპში თათია დოლიძე, რომელიც თან ლამაზია, თან კარგად აზროვნებს და თან მის რაღაც ერთგვარი ემოციური ინტელექტით მოწოდების სიმაღლეზე აქვს. მაგრამ სექსუალურობა ცალკე აღებული სექსუალურობას ალბათ შევქმნით სხვადასხვა ნიუანსისგან და ელემენტისგან. ვიღაცის ტვინშაუდებდი, ვიღაცის მანერებს, ვიღაცის დახვეწილობას, ვიღაცის ღიმილს და ამით შევქმნით, იმიტომ რომ ეს ცალკე აღებული მკერდი და საჯდომით გამოხატული სექსუალურობის არჯერ. აი საქართველოს სექს სიმბოლო ვინ არის? საქართველოს სექს სიმბოლო ალბათ ოფიციალურად არის შორნა ბეკაშვილი პირველი ვინც მახსენდება, მაგრამ ჩემთვის არ არის სექს სიმბოლო, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი და ესე ვთქვათ დაალაგებული ნაკვთები და როცა ყველაფერი წესრიგშია მოკლედ, ჩემთვის ცოტა ესთეტიურად არის ძალიან კარგი, მაგრამ ის რაღაცა კონკრეტული ცეცხლის დაჭერა მიჭირს ხოლმე მერჩევნია, როცა რაღაცა არის თქვა ამოვარდნილი, რაღაცა ზუსტად არ ჯდება კონკრეტულ კონტექსტში, ამიტომ ახსენე კამერონ დიასი, რომელიც ცალსახად აღებული ლამაზი ქალი არ არის, თუმცა ჩემთვის ძალიან სექსუალურია და მერილ სტრიპის ახალგაზრდობა ჩემთვის ძალიან სექსუალური იყო, იმიტომ რომ ჩემი აზრით არის უინტერესი მსახიობი და ზოგადად ადამიანი ძალიან კარგი და საინტერესო. და მეგობრის დასთან მოსულა სექსი შენთვის? მეგობრის დასთან ალბათ მოსულა სექსი, მაგრამ ჩემთვის მე არ მქონია მსგავსი პრაქტიკა. აი შენი აზრით რომელი პოლიტიკოსი მასტურბირებს ყველაზე მეტს? პოლიტიკაში იცი რა არის ორი სუსტი წერტილი, მაგრაზეც კითხავს ვერ პასუხობ, ეს არის სპორტი და ეს არის პოლიტიკა. ანუ სრულიად აპოლიტიკური ვარ, ის რომ ჩემი სიმშვიდისთვის, რომ ბევრი აღარ ვინერვიულო და ნერვები არ მომეშალოს. რასაც ხედავ როგორ ატყობ? ყველაზე მეტად ალბათ არ მინდა ხა კიდე დამხვდენ და მომკლან, რა ვიცი, ბატონი თამას მეჭია. რატო გონი? თუ არის. გონი არის ცოტა ისეთი რაღაც დოზით ართმევს გარკვეულ საკითხებში სწორი ფიქრის და ანალიტიკის უნარს. როდესაც რაღაცას აკეთებ overdose, როგორ თქვა, ზედმეტად დოზას აჭარბებ, მოკლედ ამ შემთხვევაში ის მოქმედებს და ახშობს რაღაც კონკრეტულ რეცეპტორებს და მეჩვენება რომ ცოტა რაღაც რეცეპტორები დახშული აქვს. თუმცა, სიტყვას მოვაყოლე, რეალურად არ ვფიქრობ, რომ მასტურბირებს ბატონო თამას. შენთვის თუ შემოუწრიათ მასტურბირების დროს? არა. რატო გონია რომ კაცები გონია საერთოდ რომ იჩაგრებიან საქართველოში? არა. არა. კაცური კაცი ვინ არის? კაცური კაცი არ ვიცი რას ნიშნავს ზოგადად, იმიტომ რომ კაცური სიტყვა როცა ხდება რაღაცის პრივილეგირების სიმბოლო, მე ზოგადად ვემიჯნები, ისევე როგორც ვაჟი კაცს, როდესაც მხნეობა, სიძლიერე თუ გაბედულება შეიძლება ახასიათებდეს ორივე სქესს, აქედან გამომდინარე ის საქები სიტყვები თუ ესე ვთქვათ, ხოტბისთვის გამოსაყენებელი სიტყვები, სადაც კაციურებია არ ვცნობ და რაღაცა ვაჟკაცობას უფრო სხვა კონტექსტში განვიხილავ. უფრო სლენგად. შესაბამისად, კაცური კაცი იმ გაგებით, რა გაგებითაც არის დამკვიდრებული საქართველოში, ალბათ ქართული გაგებით არის ესეთი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც არასდროს იკადრებს, თქვათ, ესე ვთქვათ, სკინი, შარული ჩაცმას, ყანც არ გააგდებს ხელიდან, როდესაც უფრაზე მიდის მა, ბოლო წვეთამდე დალევს, თუნდაც მეერე პირდაპირ უნიტასთან გადაბარგდეს, მაინც იქ თავს არ შეირცხვენს, რომლის ცოლით სახლში ზიზასაკვებს ამზადეს, მოკლედ, პირდაპირ გაგებით ახლა ამ სიტყვამ რა ასოციაციაც გამიჩინა, უფრო ნეგატიური გამიჩინა, იმიტომ რომ კაცურ კაცს ჩემ გარშემო ადამიანები არ იყენებენ. და არა კაცი ვინ გაგახსენდა ახლა?
არაკადრე მახსენდება არადამიანი ძირითადად და არადამიანი არის ის, რომელიც არის მატყუარა, რომელიც არის ორპირი, რომელიც არიცავს თავის პირობას გარკვეულწილად, რომლის იმედიც არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ გაყიდის ორ შაურად, უფრო ალბათ არა ადამიანი, იმიტომ რომ არსებობს არა ქალიც და არა კაციც, ყველაფერს კაცებს ნუ შემოგდენთ, თუ შეიძლება. ის მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე უფრო? მოდი პირდაპირ გაგებით მემარჯვენე ვარ, სხვა მხრივ არ ვარ ჩართული, იმიტომ რომ უფრო ალბათ იმ გაგებით რა, იმ ცოდნით რაცოდნაც და შეხედულებაც ვთქვათ, რა კავშირიც მე შეიძლება მქონდეს, ალბათ უფრო მემარჯვენე, თუმცა ვერ დავკონკრეტებდი, იმიტომ რომ არ ვარ ექსპერტი ამ საკითხში. ისე უშვებ, რომ როდისმე შეიძლება პოლიტიკაში მოხვდე? ოდესმე პოლიტიკაში რომ მოხვდი ამას უშვებ, იმიტომ რომ ზოგადად ის კონტაქტები, რომელიც მე მაქვს, ის რაღაც კონკრეტული გამოცდილება ცოდნა ასე შემდეგ და ის რასაც გარედან უყურებ, შეიძლება მაფიქრებინოს, რომ ხანდახან იმდენად ვიღლები, რომ ამბობ, რომ აი სანამ მე არ მოვა პოლიტიკაში, მანამდე არ გეშველება არაფერი და დროა რომ მე მოვიდე, მაგრამ იმ გადმოსახედიდან რომ არ ვერკვევი პოლიტიკაში, ეს არ ვერკვევი ჯერჯერობით ახლო პერსპექტივაში არ განიხილებ ეს საკითხი. ვინ მოგწონს ქართველი პოლიტიკოსი? არ ვიცნობ პოლიტიკოსებს რა გავაკეთე. აი ვინც იცი იქიდან არავინ არ მომწონს ვიცი, ვინც ვიცი იქიდან. ბატონო. ნარკოტიკებიდან რომლებს მოიხმარ? ნარკოტიკებიდან არც არ მოვიხმარ. ყოველთვის მქონდა კოკაინის გასინჯვის სურვილი, მაგრამ არ გავსინჯავთ. რატო? ყოველად ნუ გამჭრეკთ. რატო? იცი რა არის, თუ მოხდება ლეგალიზაცია, ამ შემთხვევაში გავსინჯავ. უბრალოდ იმდენად კანონმორჩილი ვარ, რომ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში არ გავსინჯო და თუ გასინჯვის სურვილი გამჭრეკთ. სხვა ქვეყანაში სხვათა შორის ძალიან ნანოფ ამ ჩემს აქციელს, როცა ვიყავი ამსტერდამში დაახლოებით 4 წლის წინ, იმდენად ძვალერბილში მქონდა გამჯდარი ის, რომ და დავიცვა კანონის, რომ და მოიქცე როგორც რაღაც ესეთი მორჩილ ადამიანს ეკადრება, არაფერი არ გამისინჯავს და მე გავიგე რომ იმ შემთხვევაში თუ შენ მიერ ნარკოტიკების მოხმარება მოხდეს ქვეყანაში, სადაც ის იყო ლეგალიზებული და გიტყია პასპორტში ბეჭედი შესაბამისი, რომელიც ადასტურებს შენი ყოფნას, შეიძლებოდა შესაბამისად მეორე დროცა ჩავალ ის რაც დაშვებულია ჩემთვის კანონით, აუცილებლად გავსინჯავ. მარიხანა გამისინჯავ შორეულ წარსულში. დრითი кайფობ, აი ყველაზე მეტად დრითი кайფობ. кайფობ ადამიანებით, იმით რომ ვიღაც უცნობი ადამიანი შეიძლება გაიცნო ძალიან ბევრი კარგი რაღაც აღმოაჩინა, იმანაც ისწავლა შენგან რაღაც, შენც ისწავლა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები გადაგხდეს. უცხო ქვეყანაში ჩემი ტრანსფორმაციის და სახის ცვლილებით кайფობ, იმით რომ ვთქვათ, ყველა ჩემს ვალდებულებას, ყველა ჩემს, ესე ვთქვათ, იმას, რაც არ მეკადრება, თუ მეკადრება ვტოვებს აზღვარზე და მივდივარ და ვარ სრულიად რადიკალური ტიპი, რომელიც ვთქვათ, ჭამს ქუჩაში, ზის მიწაზე, შეიძლება ქუჩაში იმღეროს, სრულიად მთვალმა რაღაცის სრულიად გააკეთოს, ბარში რომელსაც აქ ვერ გავაკეთებ. რატო ვერ გააკეთებ? არ არის სასურველი, ვთქვათ, იმ გადმოსახედიდან, რომ მყავს ძალიან ბევრი სტუდენტი, რომლისთვისაც შეიძლება რაღაც დოზით იყოს არა გაუმართლებელი. ანუ ჩემი პოზიციური ვალდებულებები ის რომ ვთქვათ, ხელმძღვანელობ დეპარტამენტს ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ის რომ ვასწავლე რამდენიმე უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარე რაღაცების საჯარო კეთებაზე ვამბობ უარს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის რასაც საჯაროდ არ ვაკეთებ, არ ვაკეთებ სხვაგანაც. თუ ემხრობი მარიხუანას ლეგალიზაციას? ლეგალიზაციას თუ დეკრიმინალიზაციას? ლეგალიზაციას. ლეგალიზაციას არ ვემხრობ. იმ გადმოსახედიდან რომ ძირითადად ანუ დავიწყებ იმით რომ არ ვემხრობი დაჭერებს და იმას რომ იყოს ვთქვათ ადამიანები დააპატიმრონ იმის გამო რომ მოიხმარენ ნარკოტიკებს ვემხრობი იმას რომ ნარკოტიკებს ადამიანები არ მოიხმარდნენ იმიტომ რომ ვერ გეტყვი ძალიან დეტალურად მაგ შესწავლილი თუმცა ვიცი რომ არის საზიანო და გაცილებით უმჯობესია როცა იმ დროს რომელიც გვაქვს და ვაზროვნებთ საღად თუ დავახარჯავთ რაღაც ისეც რომლითაც ჩვენთვისაც და ჩვენი გარშემოყოფებისთვისაც სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ. შესაბამისად დეკრიმინალიზაციას ცალსახად ვემხრობი და სასტიკი წინააღმდეგი ვარ და ძალიან მაღიზიანებს როცა ადამიანები მოხმარების ვიჭდებიან ციხეში არ აქვს მნიშვნელობა მარიხუანა იქნება თუ კოკაინი თუ ასე შემდეგ და ვემხრობი უფრო მეტად ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ სამოტივაციო პროგრამებს რომელიც დაანახებს ადამიანს როცა ცუდი და მერე დაეთავად გადაწყვიტონ მოიხმარენ თუ არა მაგრამ ის რომ ვიღაცა ესე თქვა ზოგადად სასჯელის ფორმით ადამიანებს გამოსწორებას არ ვეთანხმები. და ლეგალური თუ არ იქნას არ უნდა იყიდოს ადამიანმა თქვა მარიხუანა. თვითონ კონდეს უფლება რომ გარკვეულწილად მოიყვანოს რაღაც გარკვეული დოზირებული ნორმა რომელსაც შესაბამისი კომპეტენტური ჯანდაცვის ორგანო დააწესებს. კი ბატონო. აი ღმერთს რო შეხვდე რას თხოვდი? რას თხოვდი რომ შევხვდეს ნიშნავს უკვე რომ ის არსებობს და ის ნამდვილად არის ჩვენს გვერდით. თხოვდი რომ ცოტა მეტი ყურადღება მოგვაქციოს თუ შეგუქმნა ბარე მოგხედოს კიდეც და ზოგადად კითხავდი რა არის მისი ფუნქცია მოვალეობებში რა შედის იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად გრძნობ უღმერთობას ვიდრე იმას რომ თქვა ღმერთი არის ადამიანების გვერდით. და კითხავდი იმას რომ სათხარ რატომ აღარ ჩანხართ რატომ არ ჩანხარ საერთოდ.
რა შეგზნობ უღმერთობას? უღმერთობას გზნობ იმაში, რომ ხდება ძალიან ბევრი უსამართლობა, რომელიც ვერ იხსნება, ვთქვათ, ვერანაირი ლოგიკით. მართალია სასულიერო პირები ცდილობენ რომ მოგვახვიან თავს რაღაც კონკრეტული მოსაზრება და გააправონ ჭყალებში რაღაც კონკრეტული ნიუანსებით, მაგრამ ძალიან ბევრ უსამართლობას ვაწყდები, ძალიან ბევრ არაკანონზომიერებას და ასე უფრო მარტივია ცხოვრება რაღაც დოზით, იმიტომ რომ იცი რომ არავით არ ღმერთი არ გადმოგიყრის დოლარებს ეციდან და შენ თვითონ ხარ შენ თავზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე. ალბათ ასე უფრო დიდი შანსია რომ სწრაფად მიაღწიო წარმატებას და მეორე მხრივ ბედნიერების უფრო მარტივი გზაა, როცა გჯერა რომ ეშენ მშვიდად ისმშილებ, არაფერს ცუდს არ ჩაიდენ და მე პირდაპირ სამოთხეში გექნება განცხრომა. და სატანა რო შეგხვდეს რას თხოვდი? ასე თხოვდი. სატანა რო შემხვდეს პირველი ვეტყოდი რომ ძალიან გამიხარდა მისი გაცნობა და ასევე დამინტერესდებოდი მის როლზე, იმიტომ რომ ზოგადად კითხავდი იმასაც რომ ისიც პასიურია, იმიტომ რომ აი სატანის ზემოქმედებასაც დიდად დრო გითხრა ვერ გწნობ. რა შენი სიმღერები დევს YouTube-ზე, რატო გადაწყვიტე სიმღერა? ბავშვობიდან მღეროდი დაახლოებით 7 წლის განმავლობაში, ანუ მღეროდი აქტიურად. შემდეგ მქონდა მუტაციის პერიოდი, სადღაც 13-14 წლის ვიყავ, როცა ხმოძალიანესი დამივარდა ტემბრი და შევეშვიდროებით და შემდეგ სახლში ვიყიდეს კარაოკე მოწყობილობა, მიკროფონები და მეგობრები ძალიან წერაში ძალიან კარგად ვერთობოდით. და მე გადავწყვიტე რომ ეს რაღაც რომ დაუბერდები შვილიშვილებს ვაჩვენე რომ მათი ბაბუა გარდა იმისა რომ მარკეტინგ ხელმძღვანელობდა ლექციებს კითხულობდა ბლა 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 1000 რაღაცას აკეთებდა ყოველდღიური რუტინული საქმიანი რაღაც მიმართულებების პარალელურად შეუძლია დაკავდეს არტითაც, ხატავ პარალელურად წერ ლექსებს, პროზალ ჩანახატებს და ერთ-ერთი იყო სიმღერა, რომელიც მინდოდა რომ ჩემს ისტორიას მიმატებოდა. არ ვამბობ რომ ღერი იდეალურად და მეგობარმა მე რაღაც კოლეჯში გამიკეთა და რაღაც ვიდეო გადამიღო, რომელიც შეფასდა როგორც არ ვიცი ლამისა, რაღაც მუსიკალური კონკურსზე გასატანი ვიდეო. რა თქმა უნდა არ არის იდეალური, მაგრამ გონია რომ საკმაოდ ნორმალურია მარკეტინგის მენეჯერის და ესეთი არა გამართულების ტიპის ხარისხიანად რასაკეთებ? Ყოველთვის ხარისხიანად ვაკეთებ იმას, რასაც ჩემი პროფესიული მიმართულებები მთხოვს და საიდანაც ჩემი ძირითადი შემოსავალი შემოდის. ანუ ბლოგს ვერ გეტყვი რომ ხარისხიანად ვაკეთებ. და ადრენალინს სად გამოყოფ, როდის ყველაზე მეტს? ადრენალინს გამოყოფ, როდესაც ადამიანთან მაქვს ერთგვარი ფლირტის პროცესი, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება შედეგი, ანუ არ მაქვს ამ შემთხვევაში მიზანი დასახული, თვითონ პროცესით ვიღებ სიამოვნებას. ადრენალინს გამოყოფ, როცა თქვა ჩავდივარ რაღაც ახალ უცხო ქვეყანაში და ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებ, თქვა გეოგრაფიული, ისტორიული, ადამიანური და სხვადასხვა თვალსაზრისით. ადრენალინს გამოყოფ, როდესაც თქვა ვაგზავნი რაღაც აპლიკაციას, რომ დამიფინანსდეს რომელიღაც ინტენსიური კურსი ან ტრეინინგი ან კონფერენცია და უცებ მომდის მეილი და ვიცი რომ სადღაც $2000 ფინანსები და მივდივარ უფასოდ. ადრენალინს გამოყოფ, როცა თქვა მე რიცხება ყველა ხელფასი ერთად და სესხის წინსწრებაზე იპოთეკური შემაგ ძალიან დიდი თანხა, მაგრამ ყველაფრისგან შეიძლება. გამოყოფ ადრენალინს, როცა ვარჯიშობ, მე ვიხდის არკეში ვიხედები და ხვდები შედეგს. ანუ ბევრ ამაში გამოყოფ ადრენალინს. კანონი თუ დაგირღვევია ისე სერიოზულად. სერიოზულად თუ დამირღვევია, ალბათ მომეთხოვებოდა ამისთვის. დამირღვევია ავტოსაგზაო წესები, შიგადაშიგ დამიპარკინგებია სხვა შემთხვევაში არა. ერთხელ შემთხვევით მომეპარა რაღაც მაღაზიაში, ანუ რა კი მაღალი ვარ და ის რაღაც ბირკები, რომელიც დგას და კივის არის ჩემ ყელამ დამწდება და მეკეთა სათვალე თავზე და გავედი და აღმოჩნდა რომ სათვალე მოიპარა, მართალია დავაბრუნე ოღონდ მეორე დილით და იმ დღეს გამოვიყენე, ანუ ალბათ ერთდღიან მოპარვაში ჩამეთვლება ის რომ H&M-დან გამოვიტანე სათვალე. ისეთი რა გაგიკეთებია, რა ისიც უცხოენია რო გახსენდება. რისიც მწვენია რაც სულ მახსენდება, იცი რა არის, არაფერს არ ნანობ და არაფერს არ მწვენია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სისულელი გამიკეთებია, ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, ადამიანი ვარ ჩვეულებრივი რიგითი და ალბათ კი არა უშვებ ძალიან ბევრ შეცდომას, იმიტომ რომ მე უფრო კარგად გავაკეთო რაღაც კონკრეტული საქმეები იქნება თუ რაღაც მიმართულებებში უფრო დავიხვეწო, ამიტომ ის რომ რაღაცის ძალიან მწვენოდეს, ანუ პირველივე გამახსენდებოდა, ხო, ისეთი რაღაც არ არის, ისეთი თქმაც არ მინდა. ალბათ არაფრის არ მწვენია ისეთის და თუ რაღაც იყო თქვა ჩორეულ წარსულში ის იმ ასაკობრივი და იმ გამოცდილების დონიდან გამომდინარე ჩემთვის იყო საპატიო ან მომეზღო და რაღაც დოზით გამოვისყიდე. კომპლექსები თუ გაქვს რამის? კი რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს კომპლექსები. ბავშვობაში მქონდა საჯარო გამოსვლის კომპლექსი, სადაც როგორც კი ორ ადამიანზე მეტი იყო და მათ წინაშე ნაწარმდგარიყავი, გული მისკდებოდა, ახლა პირიქით ადრენალინს ვიღებ, რაც უფრო თქვა 500 კაცი რო იდგეს დარბაზში და გამოვიდე, რაც მეტია, მით უფრო ბედნიერი ვარ. კომპლექსი მაქვს, ანუ კომპლექსს ვერ დავარქმე, უბრალოდ დისკომფორტს მიქმნის
ადამიანების ნეგატიური გამოხმაურება გარკვეულწილად. ანუ მე გავძლიერდი იმდენად და პრინციპში ჩემი ბლოგების გარკვეულწილად მიზანი არის ის, რომ ისაუბრონ და თუნდაც ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრონ და ხანდახან მე თვითონ ვაგდებ ხოლმე რაღაც კონკრეტულ ანკესებს, მაგრამ დისკომფორტს მიქმნის კონკრეტულ ადამიანებზე ზეწოლა. ანუ მე შეიძლება ვიყო რკინის და ჩემზე აბსოლუტურად არაფერი არ მოქმედებს და რაც უნდა დაწერო შენ ჩემზე არასდროს დაგიწერო რაღაცა ნომერი დაწერე და ცოტა დაგირეკო და მოგივარდე. მაგრამ ის რო თქვა გაიგეს ბოროტმა ადამიანებმა, რომ ჩემზე ვერ მოქმედებენ, მაგრამ ზემოქმედებენ შემოვლით გზებით იმ ადამიანებზე, რომლების ემოციური მდგომარეობა ჩემთვის სულ ერთი არ არის, თქვა დედაჩემზე, ჩემს შეყვარებულზე, ჩემს ახლო მეგობრებზე და ეს გარკვეულწილად მაწუხებს და ხანდახან მაქვს იმის განცდა, რომ ეხლა რაღაცას რო წერ, რომელსაც მოყვება ნეგატიური გამოხმაურება, მე კი ფეხებზე მკიდია, მაგრამ რამდენად იქნება თქვა მათთვის ფსიქოლოგიური, ესე თქვა სტრესი და ეს ხანდახან მანდარდებს. ნუ კომპლექსს ვერ დავარქმე, უბრალოდ რაღაც მოდი შიში დავარქვათ. ბატონო. ეს სამშობლოზე ძალიან თუ გიყვარს რამე? რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაც ანუ სამშობლოს ცნება როგორც ასეთი ძალიან ისეთია ჩემთვის ანუ სამშობლო ჩემთვის შედგება ადამიანებისგან და ისტორიისგან თუ ეს ყველა ადამიანი რომელიც მე მიყვარს და გამომყვება სადღაც თუ ის ისტორია რომელიც გვაქვს და კულტურა შენარჩუნდება სადღაც სხვაგან შესაბამისად სხვა დანარჩენს არსებით მნიშვნელობა არ ექნება ხარჯზემდან ამომწურავად ხსნი სამშობლოზე მეტად მიყვარს ჩემი თავი სამშობლოზე მეტად მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები სამშობლოზე მეტად მიყვარს ჩემი ბედნიერება და ის რაც კომფორტს მაინჭებს და ასე შემდეგ ბატონო. შოკოლადების სნიკერსი და ასე შემდეგ არა. წინა ცხოვრებაში ვინ იყავი? წინა ცხოვრებაში მგონია რომ ვიყავი ალექსანდრე მაკედონელი. ან თუ არსებობდა წინა ცხოვრება ვიყავი ალექსანდრე მაკედონელი, ერთ-ერთ ცხოვრებაში ქალიც ვიქნებოდი და მგონია რომ მაკედონელი რატო გონია რომ ვიყავი? მაკედონელი მგონია ვიყავი, იმიტომ რომ ანუ რეალურად ეხა ჩემი დღევანდელი ხასიათი რაღაც განწყობები, მისწრაფებები რომ გადააკონვერტირო იმ დროში, როდესაც ცხოვრობდა ბატონი ალექსანდრე, მგონია რომ რაღაც ძალიან ბევრი საერთო გვექნებოდა. შეიძლება რაღაც საერთო მქონოდა კალიგულასთანაც რაღაც საერთო მქონდა თამარ მეფესთან. რა საერთო მქონდა კალიგულასთან? თავისუფლების წყურვილი ალბათ. ეხა ვინ ხარ? ეხლა ვარ გურამ შეროზია, ადამიანი რომელიც არის გარკვეულწილად კიდევ ძიების პროცესში. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილებები განიცადა ამ პერიოდის განმავლობაში. 17 წლამდე ვიყავი სრულიად ასოციალური კომპლექსიანი შეშინებული ბიჭი, რომელიც ხმას არ იღებდა და ეხა პირიქით, ანუ ხმას თუ არ ვიღებ, მაშინ მაქვს დისკომფორტი. მგონია რომ რაღაც ბედნიერების გარკვეულ ეტაპებს ეხლაც ვეძებ და რაღაცების ძიების პროცესში ვარ და ბოლომდე ჩამოყალიბებული და შემდგარი არ ვარ. მგონია რომ რაღაცებში მიაღწია წარმატებას და დრო უკმად არ დამიკარგავს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი კარგი life experience დამიგროვდა და დღეს იქით სულ არაფერი არ მოხდეს, მაინც კარგი ხასიათზე ვიქნებ, იმიტომ რომ გადავავლებ თვალს წარსულ საქმეთა საგმირონიას. და გონია რომ ვარ ჯერ კიდევ ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი წინ და რომელიც ამას აუცილებლად გამოიყენებს. სავარაუდოდ თუ ყველაფერი შეუწყობს ხელს. მომავალ ცხოვრებაში ადამიანის ორგანო იქნებიო, რო გითხრა რომელი ორგანო იქნება? ტვინი ალბათ. ვისი ტვინი? რომელიღაც პოლიტიკოსის, მაგალითად საქართველოს პრეზიდენტის, რომელიც გვეყოლება პრეზიდენტის ან პრემიერის, არ ვიცი ფუნქცია და გადანაწილება მაშინ როგორი იქნება, ანუ საქართველოს პირველი პირის ტვინი ვიქნები და გავაკეთებ ყველაფერს ისე, რომ მე მაინც ეხიშსოს, ესე ვთქვათ, ჯანსაღი, ჯანმრთელი და სწრაფი წინსვლა. აი ლიტერატურული გმირებიდან რომელი იქნებოდი? ლიტერატურული გმირებიდან ვიქნებოდი გიორგი პირველი. და მგონია რომ ძალიან ისეთი ბევრი საერთო გვაქვს, ოღონდ ისტორიულ პერსონაჟს და რეალურად როგორი იყო არ მაქვს შეხება, ანუ არ მომიკვლევია, თუმცა ლიტერატურული თვალსაზრისით არის ძალიან ისეთი კარგი ტიპი, რომელთანაც მაქვს ძალიან ისეთი ბევრი საერთო. და მგონია რომ ძალიან ბევრ რაღაცაში ვგავართ. რაღაც თვისებებით ალბათ რასკოლნიკოვიც ვიქნებოდი, როდესაც თქვათ შემიძლია ჩემ თავში კონკრეტული შეცდომები თქვათ აღიარების გარეშე მე თვითონ ჩავყვან, მე თვითონ დავისაჯე ჩემი თავი და ვაიძულო რომ განვითარდეს ისე რომ არ დამჭირდეს სხვა ესე თქვათ კანონის ფარგლებში მოკმედი ორგანო. სექსი ვისთან გექნებოდა ლიტერატურული გმირებიდან? სექსი მექნებოდა ლიტერატურული გმირებიდან. მოდი დავიწყებ იმ ეპოქიდან, როცა სადღაც მე-4-მე-5 კლასში ვიყავი და მაშინ გაცილებით ფერადი იყო ჩემი წარმოსახვა და გაცილებით ესე თქვა ჩენატროდი მათ ყოფას. შესაბამისად ჩემი პირველი სიყვარულები ბავშვობის იყო ლუიზა პოინდექსტერი, მაინრიდის და მარიონ უედი თეთრი თათმანიდან. შემდგომ ასაკში ძალიან მომწონდა მერი სომერსეთ-მოემი სიგიჟე ერთი ღამისა, რომელიც არის ქალი, რომელმაც სიყვარულის გამო არის თავზე ხელაღებული, შეიძლება გააკეთოს რაღაც და პარალელურად არ დაკარგოს თავისი ემოციური განწყობა და კიდევ არ ვიცი
აი აზაზელოსთან მექნებოდა სექსი. აზაზელოსთან? მინდა რომ ზოოფილად შემრაცხონ, ვიცი რომ იყო კატა და არ იყო გოგონა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და გესურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა ასევე.